ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების ერთობლივი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი „იფიგენიაავლისში“, რომელმაც ანშლაგი ჩაიარა. სპექტაკლი 25 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. თელავში თეატრალური ფესტივალის მაჩაბელას შემოდგომის ფარგლებში, ასევე გორში და ქუთაისში. წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები და სხვა მოწვეული სტუმრები. ძალიან მისიამოვნე და ძალიან მომეწონა. ყველაზე შთამბეჭდავი რაც იყო, ეს იყო შესრულების უმაღლესი დონე. რეჟისურა ფანტასტიკური და თავად მსახიობების შესრულება იყო უმაღლეს დონეზე, მოლოდის გადააჭერბა მაჟრიალებდა ტანში ემოციებისგან. საგასტროლო ტურნე დაიწყო დღეს. რაც ძალიან მისასალმებელი ინიციატივა არის. ორი საუკეთესო თეატრის გაერთიანებით შექმნილი საუკეთესო დადგმა ვნახეთ. არ ვიცი, ახტოვანებას ვერ ვალავ და ემოციები ზღვა იყო. სასწაული. კარგად იყო გადმოცემული ტრაგედიის შინაარსი. გამახსენდა ახალგაზრდობა, ოდესღაც მე საგამევლოს თამაშობდი პანდომიმის თეატრში, მხოლოდ დურციტყო იყო ჩვენი გამოსვლა. და ულოცავ დღევანდელ სპექტაკლს დასის წევრებს და უსურვებ შემოქმედებით წარმატებებს. აი რაც დღეს ვიხილეთ, პირველივე სპექტაკლი ილიასის და ეს სპექტაკლიც ჩანს თუ რამდენად მაღლა სამსახიობო ხელოვნება ოზურგეთის თეატრში. ჩანს მსახიობ და ინდივიდუალობა, როლის გადაწყვეტის საინტერესო მიდგომა და აგრეთვე ბევრი ნიუანსი, რომლებიც პლასტიკა, სამსახიობო პლასტიკა, რაც საყურადღებოა და მნიშვნელოვანი სპექტაკლის მსვლელობისთვის. მე მინდა ვუსურო თეატრს წარმატებები, ბევრი მსახიობია ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ბევრი ჩემი მეგობარია და მიხარია რომ მათ შეძლეს თბილისელი მაყურებლის გახარება და ის მხურვალე აპლოდისმენტები რაც ისმოდა დარბაზში ნამდვილად დამსახურებულად მიიღეს.